გამარჯობა, თქვენ უყურებთ პერსპექტივას. გადაცემას მე კობალი კლიკაძე გაუძღვები. დღეს გთავაზობთ. ინტერვენცია, რომელსაც საბჭოთა პროპაგანდა ავღანეთში ინტერნაციონალურ მისიას უწოდებდა. საბჭოთა კავშირი ამბობს, რომ საკითხის მშვიდობიანი გადაჭრა სურს, თუმცა აგრძელებს დაუნდობელ ომს და ხელს უწყობს რეჟიმს, რომლის დღეებიც აშკარად დათვლილია. როგორ ცხოვრობენ და რაზე ფიქრობენ ავღანეთის ომის პირველი თაობის ვეტერანები. ჩვენმა თაობამ 3 ომი გადავიტანეთ. ავღანეთი, აფხაზეთი და სამანჩაკი. სულ იმას ვიძახი, რომ გვაყვანო სულთანმა და ეს 3 დამთავრდეს ომიანობა და მშვიდობა იყოს ყველა. რა ეკონომიკურ სარგებელს წელის საქართველოს ლაპის ლაზულის საერთაშორისო პროექტისაგან. მართლაც მისალოცია ის, რომ საპილოტო ტვირთი საქართველოში უკვე სულ ახლახანს შემოვიდა და იმედი მაქვს, რომ სრული დატვირთვის ეს პროექტი ძალიან მალე ამუშავდება. რა წერია ბავშვთა უფლებების კოდექსში? უმრავლესობა დადებითად აფასებს იმას, რომ კანონი ბავშვს მისცემს უფლებას მოითხოვოს ბალანსის დაცვა სწავლასა და თავისუფალ დროს შორის. რატომ აგრძელებს ვარჯიშს შინ იტალიის გორელი ჩემპიონი ჯიმი ჭინჭარაული? იმპერიათა სასაფლაო ასე მოიხსენებენ ხოლმე ავღანეთს, ქვეყანას, რომელშიც ტრადიციულად გააფთრებული წინააღმდეგობა ხდება უცხოეთიდან შეჭრილ ძალებს. ასე იყო ალექსანდრე მაკედონელის და ჩინგის ყაენის, დიდ მოგოლთა იმპერატორებისა და ბრიტანეთის შემთხვევაში. ასეა დღესაც, როცა კაცობრიობის ისტორიაში სამხედრო თვალსაზრისით უძლიერესი ქვეყანა, შეერთებული შტატები ჯარების გაყვანას აპირებს, კვლავ გაძლიერებულ თალიბანთან მოლაპარაკების ფონზე. 30 წლის წინ კი 15 თებერვალს მარქსისტული რეჟიმის მხარდასაჭერი კატასტროფული ოპერაციის შემდეგ უკანასკნელმა საბჭოთა სამხედროებმა დატოვეს ავღანეთი. საბჭოთა ჯარების მიერ უზბეკეთისკენ ამ ხიდის გადაკვეთასთან ერთად 1989 წლის 15 თებერვალს ავღანეთში მოსკოვის მტკივნეული დანაკარგების 10 წლეული დასრულდა. კონფლიქტმა შეიწირა მილიონზე მეტი ავღანელისა და ათასობით საბჭოთა ჯარისკაცის სიცოცხლე. დევნილად აქცია უთვალავი ოჯახი და დააცარიელა კრემლის ხაზინები. მიიჩნევა, რომ მან დააჩქარა საბჭოთა კავშირის დაშლა, რაც 2 წლის შემდეგ მოხდა. ავღანეთში კი ამდრომდე იმკიან საბჭოთა ინტერვენციის შედეგებს. 1979 წლის დეკემბერში საბჭოთა ჯარები შევიდნენ ავღანეთში, რათა დახმარებოდნენ ქაბულის მარქსისტულ მთავრობას, რომელსაც მეამბოხეები უპირისპირდებოდნენ. მოსკოვი იმედოვნებდა, რომ მალე მიაღწევდა მიზანს და ამბოხ ჩაახშობდა. დასავლეთის პასუხი უხეში იყო. ჯერ შეერთებული შტატები გამოეთიშა მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიურ თამაშებს. ავღანეთში საბჭოთა კავშირის შეჭრა შესაძლოა იქცეს მშვიდობისთვის ყველაზე სერიოზულ საფრთხეთ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ბრძოლის მასშტაბის ზრდასთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში სულ უფრო მეტ დაფინანსებასა და იარაღს აწვდიდნენ ისლამური წინააღმდეგობის მებრძოლებს. საბჭოთა ლიდერი ლეონიდ ბრეჟნევი ამტკიცებდა, რომ ვაშინგტონი ავღანეთს აზიაში თავისი გავლენის გაფართოებისთვის იყენებდა. კონფლიქტი გადაიზარდა სისხლიან ომში საბჭოელებს, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ მეამბოხე მოჯაჰედინებსა და ავღანეთის მოსახლეობას შორის. 1980-იანი წლების ბოლოს დაუცრულებელი კონფლიქტის პარალელურად შეერთებული შტატების პრეზიდენტი რონალდ რეიგანი მოსკოვზე ზეწოლას განაგრძობდა. დღეს ავღანეთის მამაცი მოსახლეობა მტკიცედ დგას. საბჭოთა კავშირი ამბობს, რომ საკითხის მშვიდობიანი გადაჭრა სურს, თუმცა აგრძელებს დაუნდობელ ომს და ხელს უწყობს რეჟიმს, რომლის დღეებიც აშკარად დათვლილია. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომლითაც გარანტირებული იქნება საბჭოთა ჯარების უსწრაფესი გასვლა ავღანეთიდან და ავღანელი ხალხის თვითგამორკვევის რეალური უფლება. საბჭოთა ეკონომიკის ვარდნასთან ერთად ჟენევაში დაიწყო მოლაპარაკებები კონფლიქტის დასრულების თაობაზე. 1988 წელს რეიგანი შეთანხმდა საბჭოთა ლიდერთან მიხაილ გორბაჩოვთან. ხელი მოვაწერეთ ჟენევის შეთანხმებას, რომლის თანახმად საბჭოთა ჯარები დატოვებენ ავღანეთს და პროცესი უკვე დაწყებულია. საბჭოელების მიერ ავღანეთის სრულად დატოვებას დაახლოებით 9 თვე დასჭირდა. 10 წლიანი ომის განმავლობაში დაახლოებით 5 მილიონი ავღანელი, ომამდელი ქვეყნის მოსახლეობის მესამედი გაიქცა პაკისტანსა და ირანში. მოსკოვმა ავღანეთში 600,000-ზე მეტი ჯარისკაცი გაგზავნა. დაიღუპა დაახლოებით 15,000.
ავღანეთში სამხედრო ინტერვენციის დროს, რომელსაც საბჭოთა პროპაგანდა ინტერნაციონალურ მისიას უწოდებდა, სამშობლოდან შორს რამდენიმე ათასი ქართველი წვევამდელი იქნა გაგზავნილი. მათ შორის კოტე შავიშვილი, რომელიც ავღანეთში 18 წლისა გაიწვიეს და იქიდან სამშობლოში დაჭრილი დაბრუნდა. ავღანეთის ომის ვეტერანი საქართველოში ავღანეთის ომის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარეცაა და ვეტერანთა პირველი კაფეს მეპატრონეც. ნინო ხარაძე გვიამბობს. ისინი ავღანეთის ომის ვეტერანები არიან. სხვის ომში თითქმის ბავშვები გაიწვიეს. საბჭოთა წვევამდელს იმჟამინდელი მთავრობა სხვა არჩევანს არ უტოვებდა. არც მაშინ არ ვჭირდებოდით, არც ახლა არავის არ ვჭირდებით. ავღანეთში გაგვიწვიეს და ლაპარაკი იმაზე, ყოველ შემთხვევაში პირველ ეტაპზე არ შეიძლებოდა, თურმე ჩვენ არ ბრძოლობდით იქ და მარტო ვაშენებდით. და ბრძოლობდა ვინ? ავღანეთის ჯარი. ჩვენ უბრალოდ ვიდექით, უყურებდით, ტარს უკრავდით, მეც არაფერს თურმე. ინტერნაციონალურ მოვალეობას ვასრულებდით. მაშინ გვეგონა რომ ეს ასე არის. და რეალურად ჩვენ ვიბრძოდით, მეგობრები გვეღუპებოდა, ან ჩვენთან ერთად ბრძოლობდნენ, ან რაღაცა და ამ ადგილისათვის ბრძოლობდით უფრო მეც ვიდრე ვიღაც ავღანელის გულისათვის. ვფიქრობდით, რომ სამშობლოსათვის ვიბრძოდით და ვეომებოდით ხალხს, რომელიც თავის სამშობლოს იცავდა და იმათ მიწა-წყალზე ვიყავით. ნუ აქედან გადმოხედვით ასე არის, მაგრამ მაშინ სულ სხვანაირად ვფიქრობდით. 18 წლის კოტე შავიშვილი 1979 წელს უნგრეთიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან ავღანეთში გადაისროლეს. 1 წლის თავზე ომიდან დაჭრილი სამშობლოში დააბრუნეს. ნუ არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი. დამჭრეს და დამჭრეს. აჰა. ამ ბრძოლისათვის წითელი ვარსკვლავის ორდენი მომწეს და მე ჰოსპიტალი 1, 2, მე-3, მე-4. 20 წლის ავთოშუბაშიკელი 1991 წლის 13 მაისს სუსტად იმ დღეს გაიწვიეს ავღანეთში თბილისის დინამომ თასების თასი რომ მოიგო. ეს დღე ამიტომაც არ ავიწყდება. გამოუცდელი სამხედრო თვითმფრინავიდან ხმელეთზე პარაშუტით დაეშვა და 2 წლის განმავლობაში ავღანეთის მიწაზე სადეზანტო ზვერავის დავალებისას 20-მდე ხტომა განახორციელა. ავღანეთში 2 წელი ისე იმსახურა, დედამ მისი იქ-ყოფნის ამბავიც კი არ იცოდა. უმალავდნენ. დედაჩემს ვატყუებდი, რომ გერმანიაში ვიყავი და ყოველ დღე კარაქიან პულს ავჭამდი. ყველაზე რთული პერიოდი იყო, რომ ჩამოვედით. ის პერიოდი, მაშინ ახალგაზრდები ვიყავით და ისე ომში ვიყავით, რომ ჩამოვედით, ესე გვეგონა და ძალიან ძნელად მოხდა ჩვენი აი ამ ომიდან მშვიდობიან პერიოდში გადმოსვლა. იმიტომ რომ არ იყო ისეთი პირობები, რომ აი ომიდან დაბრუნებულ კაცს რო რეაბილიტაცია გაუკეთო. ნაომარი ხალხი ვიყავით და სულ გინდაც სახში რო ხარ და გინდაც მარტო რო ხარ, ისევის სიტუაციები გიდგება თვალწინ, ისევის ვთქვათ ის ბრძოლები, სადაც შეიძლებოდა რომ მკვდარიყავი და გადარჩი. ავთოშუბაშიკელის დანაყოფი ბაგრამის აეროდრომის სიახლოვეს იყო განთავსებული. წლების შემდეგ ერთი აუხტენელი ოცნება აქვს. ბაგრამის ბაზაზე ისევ დაბრუნდეს და იქ ნატოს ძალებთან ერთად დისლოცირებული ქართველი სამხედროები მოინახულოს. არ მინდა ისე წავიდი ამ ქვეყნიდან, ერთხელ კიდე არ გადავხედო იმ ადგილს, სადაც მთელი ჩემი ახალგაზრდობა გავატარე. აი იმ ბრძოლებში და იმ უბედურობაში, რასაც საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი. ჩვენმა თაობამ 3 ომი გადავიტანეთ. ავღანეთი, აფხაზეთი და სამაჩაბლო. სულ იმას ვიძახი, რომ გვაკვანოს უფალმა და ეს ამით დამთავრდეს ომიანობა და მშვიდობა იყოს ყველა. ვეტერანები ერთმანეთს ცოტა ხნის წინ კოტე შავიშვილის მიერ გახსნილ ბარში თუ შეხვდებიან, სადაც ომის ვეტერანებსა და ომის ინვალიდებს სასმელს ფასტაკლებიც თავაზობენ. ომის მოგონებებს აღარ იხსენებენ და მშვიდობის ადღეგრძელოს შელახული ჯანმრთელობის გამო ცოტაოდენი სასმელის თანხლებით ამბობენ. საქართველოშიც და უცხოეთშიც ხშირად საუბრობენ ქვეყნის აქტიურ როლზე ავღანეთის საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში, მაგრამ გაცილებით ნაკლებია ცნობილი ეკონომიკის სფეროში ავღანეთთან თანამშრომლობაზე. არადა ლაპის ლაზულის სატრანსპორტო დერეფანი, როგორც თბილისის, ისე ქაბულის შეფასებით წარმატებულად ვითარდება. საერთაშორისო საკითხების ექსპერტს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველს თენგიზ ფხალაძეს ვკითხეთ, რაში მდგომარეობს ლაპის ლაზულის დერეფნის პროექტი და რა სარგებელი მოაქვს მას საქართველოსათვის.
უბრალოდ ყოველსა ვიტყვი იმას, რომ ლაპის ლაზურის პროექტი ეს არის ის, რაც აი ამ აღმოსავლეთ დასავლეთის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფანისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ის ითვალისწინებს ტვირთების გადაზიდვას, როგორც დასავლეთიდან აღმოსავლეთით, ასევე პირიქით მიმართულებით. საუბარი ამაზე კარგახანია მედის, მე მახსოვს, როდესაც 2014 წელს შედგა პრეზიდენტ მარგველაშვილის ვიზიტი თურქმენეთში, მაშინ ჩვენ პირველად უმაღლეს დონეზე განვაცხადეთ ძალიან ხმამაღლა, რომ დაინტერესებული ვიყავით ამაში მონაწილეობით და ამ პროექტში ჩართვით. პროექტი იწყება ავღანეთიდან, გადის თურქმენეთზე, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი. მნიშვნელოვანია ის, რომ ის ითვალისწინებს ერთი რომ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, რათა ტვირთების გადაადგილება მოხდეს მაქსიმალურად მოკლე პერიოდში. ხას უსვავ, აქ არ არის საუბარი მილსადენებზე, აქ არის საუბარი სახმელეთო ტვირთებზე, ანუ რკინიგზა და ჩვეულებრივი მაგისტრალები. აი ამის მოწესრიგება და მეორე საბაჟო პროცედურები, რომელიც უნდა გახდეს მაქსიმალურად ადვილი გადამზიდავებისათვის, რომ ტვირთები ძალიან მალე მოხდნენ საქართველოში, საქართველოს გავლით უკვე ევროპაში და პირიქით ევროპიდან ავღანეთში. თენგო ბარემისის დავაზუსტოთ, ესე იგი საქართველოზე აი ამ დერეფნის მონაკვეთი სად გაივლის რა გეოგრაფიულ წერტილებს გადაგვიწევს. რო წარმოვიდგინოთ, ეს არის, ესე იგი, შემოდის ტვირთი აზერბაიჯანისა თუ აღმოსავლეთიდან მომავალ ტვირთზე ვლაპარაკობ, საქართველოს აზერბაიჯანის საზღვრიდან, გაივლის საქართველოს ტერიტორიას, შემდგომ მიემართება თურქეთისაკენ, ისევ როგორც ეს ტვირთები შეიძლება შემდგომ, ანუ ერთი ნაწილი გაემართოს თურქეთისაკენ და მეორე დაიტვირთოს უკვე ქართულ პორტებში. ანუ საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოსთვის. ამაზე არაერთი შეხვედრა ჰქონდა ჩვენ თურქმენეთში და მე სხვათა შორის, როდესაც უკვე თურქმენეთის პრეზიდენტი ჩამოვიყვანეთ საქართველოში, ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი ამ ვიზიტის იყო ლაპის ლაზურის პროექტი. არაერთხელ საერთაშორისო ფორუმებზე ავღანეთის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან ყოფილა ამაზე ლაპარაკი, ძალიან ინტენსიურად იყო ჩართული სამთავრობო სტრუქტურებში, ამაში კონკრეტული სამინისტროები და უკვე მიხარია და მართლაც მისალოცია ის, რომ საპილოტო ტვირთი საქართველოში უკვე სულ ახლახანს შემოვიდა და იმედი მაქვს, რომ სრული დატვირთვის ეს პროექტი ძალიან მალე ამუშავდება. თქვენ ამდენჯერ მიახსენეთ ნაცვალსახელი, ჩვენ ეს პრეზიდენტ მარგველაშვილი იგულისხმება ჩვენში თუ მთლიანად საქართველოს ხელისუფლება? არა, მარტო პრეზიდენტი არ იგულისხმება, იგულისხმება პრეზიდენტიც და იგულისხმება საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ იმ პერიოდში სახელმწიფო ხელისუფლებაში მყოფი პირები, პრეზიდენტი მარგველაშვილის დროს გაჟღერდა ეს უმაღლეს დონეზე და გაიმართა არაერთი შეხვედრა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ რომ არა ძალიან ინტენსიური მუშაობა ყველა სტრუქტურის, ეს იყო საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ინფრასტრუქტურა, თავად პრემიერ-მინისტრი და ასე შემდეგ. ეს არ მოხდებოდა, ამიტომაც ვლაპარაკობ სწორედ ჩვენ, რომ ეს არ არის ერთის დამსახურება, ეს არის სწორედ იმ პერიოდის საქართველოს ხელისუფლების დამსახურება. ალბათ ძალიან ჰიპოთეტური შეკითხვა, რა კი პროექტი ახლა იწყებს, ასე ვთქვათ, ამოქმედებას და ძალაში მთელი სისავსით შესვლას, მაგრამ თუ არის დათვლილი ეკონომიკური სარგებელი? კი, არსებობს ამის გათვლები, თუმცა კიდევ მთავარია რომ დროზე დაიტვირთოს. ამ ეკონომიკური გათვლებში რა არის მნიშვნელოვანი ხა? ერთი არის რომ ის რაც სატრანზიტო ტვირთების გატარებით დარჩება ქვეყანას, მაგრამ მეორე არის ის რაც ახლა ხანს ვახსენე. ეს არის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ეს არის დამატებითი შემოსავალი კიდე და დამატებითი სარგებელი ამ პროექტიდან და ორივე ერთად ახლა დამჭირდება სუსტის ციფრის დასახელება, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანია. და რაც მთავარია, ეს არის ხელშეწყობა საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქციის კიდევ უფრო ამაღლება და მისი როლის საერთაშორისო არენაზე, ანუ პოლიტიკური დატვირთვა ძალიან ძლიერი და ძალიან დიდია ამ პროექტის. თქო, თქვენ თავშივე გააკეთეთ დათქმა, რომ არაურიოთ, რომ ეს ლაპარაკია სატრანსპორტო, ასე ვთქვათ, დერეფანზე, რომელიც განსხვავდება მილსადენებისაგან, მაგრამ მოდი ასე დავსვათ შეკითხვა. მილსადენების აი მაგისტრალურ პროექტებს ბაქო-სუფსა იქნებოდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი თან ახდა გარკვეული უსაფრთხოების კომპონენტი. ასეთი კომპონენტი, უსაფრთხოების კომპონენტი თუ იგულისხმება, რომ ეს მარშრუტი დაცული იქნას, თავდასხმისაგან, რაღაცა პარტიზანული მოქმედებისაგან და საერთოდ მე მიმაჩნია, რომ ამ ტიპის პროექტები არის საქართველოს დაცულობის ერთ-ერთი, ბუნებრივია არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი გარანტია. რატო? იმიტომ რომ როდესაც ამდენი სახელმწიფო არის დაინტერესებული უსაფრთხოებით, დაინტერესებულია ეკონომიკური სარგებლით. ბუნებრივია, რომ ისინი ინტერესდებიან უსაფრთხოებითაც. თავისთავად ცხადია, რომ ასე ვთქვათ, საერთაშორისო საზოგადოების ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ იქნება აი ამ დერეფნის უსაფრთხოება. პრინციპში კიდევ ერთხელ ვამბობ,
ჩვენ საინტერესონი ვართ ჩვენი პარტნიორებისათვის რამდენიმე კომპონენტის გამო, თავისთავად ცხადია ეს არის ღირებულებებზე დამყარებული ურთიერთობა, მაგრამ მეორე არის ის, რომ საქართველო არის სწორედ აი ამ ტვირთების გამტარი აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ხიდი და აი ამ ფუნქციის რაც შეიძლება ოპტიმალურად გამოყენება თავისთავად ცხადია დიდი ჩვენი უსაფრთხოების გარანტიებს. გაცემაში ახლა თავისუფლების კითხვების დროა. სიტყვას გადავცემ სოფო დათიშვილს. დღევანდელ თავისუფლების კითხვებში გეტყვით რა წერია ბავშვთა უფლებების შესახებ კოდექსში, რომლის განხილვაც საკანონმდებლო ორგანომ უკვე დაიწყო. საქართველო იწყებს იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელიც ქვეყანას გაეროს ბავშვთა კონვენციის ხელმოწერით დაეკისრა. ეს პროცესი შიდა კანონმდებლობის კონვენციასთან ჰარმონიზაციას გულისხმობს. ბავშვთა უფლებების შესახებ ახალი კანონპროექტის შექმნაში გაეროს ბავშვთა ფონდი მონაწილეობდა და ის განხილვობდა სახალხო დამცველის აპარატს მათ შეაფასა. ჩვენ Instagram მიმდევრების აზრით დავინტერესდით, რას ფიქრობდნენ კოდექსის რამდენიმე მუხლთან დაკავშირებით. უმრავლესობა დადებითად აფასებს იმას, რომ კანონი ბავშვს მისცემს უფლებას მოითხოვოს ბალანსის დაცვა, სწავლასა და თავისუფალ დროს შორის. ბავშვს ასევე ექნება უფლება მოусმინონ და სათანადოდ გაითვალისწინონ მისი მოსაზრება იმ საკითხის გადაწყვეტისას, რომელიც მას ეხება. ესეც მოეწონა Instagram-ზე გამოკითხულთა უმრავლესობას. აკრძალულია ბავშვის ფიზიკური დასჯა. სხვათა შორის ეს შეეხება როგორც მშობლებს, ასევე აღმზრდელებსა და მასწავლებლებს. გაეროს ბავშვთა ფონდმა 2013 წლის კვლევის შედეგად გაარკვია მოსახლეობის განწყობა აღზრდაში ძალადობრივი მეთოდების გამოყენების თაობაზე. აღმოჩნდა, რომ 60% მას ამართლებს. ჩვენი Instagram მიმდევრების უმრავლესობამ საზოგადოების განწყობა სწორად გამოიცნო. კანონპროექტში კიდევ ერთხელ ჩაიწერა, რომ აკრძალულია ბავშვის ჩაბმა მათ ხორობაში. მშობლებს აღარ შეეძლება ბავშვის საკუთრების გასხვისება, თუ ეს ისევ ბავშვის ინტერესებში არ შედის. მოკლედ, კოდექსი ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით მთელ რიგ საკითხებს ეხება, თუმცა უფლებადამცველები ამბობენ, რომ ის დეკლარაციულია და არის საფრთხე, რომ პრაქტიკაში ვერ განხორციელდეს. ისინი ფიქრობენ, რომ კოდექსს უნდა მოჰყვებოდეს შესაბამისი ცვლილებები აღსრულების ნაწილში, მაგალითად სოციალური სამსახურის გაძლიერება. თუმცა ამ სამსახურს მრავალი პრობლემა აქვს. გასულ კვირაში სოციალურმა მუშაკებმა მოთხოვნები წამოაყენეს. ამბობენ, რომ იურისტებისა და ფსიქოლოგების რაოდენობა არაა საკმარისი. სოციალური მუშაკები არ არიან ტექნიკურად სათანადოდ აღჭურვილები და მათი პირადი უსაფრთხოებაც არაა დაცული. არადა ისინი პირველი მაშველი რგოლები უნდა იყვნენ ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის. ბავშვთა კოდექსზე მუშაობას კი პარლამენტი ისევ განაგრძობს. ეს იყო თავისუფლების კითხვები. შინ უცხოეთში ასე ქვია ჩვენს რუბრიკას, რომელსაც გადაცემა პერსპექტივაში შემოგთავაზებთ. ოქროპირ უხაძე გვიამბობს ადამიანებზე, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო მშობლიურ მიწაზე არ ან ვერ ცხოვრობენ. ოქროპირ, შენ იტალიაში იმოგზაურე პირველი, ასე ვთქვათ, სიუჟეტი უკვე შესთავაზე ჩვენს ტელემაყურებელს და მე უბრალოდ ვიტყვი როგორც წამყვანი, რომ შენ იქ აღმოაჩინე იტალიის პირობაზე საკმაოდ წარმატებული ქართველი ძიუდოისტი და მოგვიყევი ახლა მის შესახებ. მართლა წარმატებულია, კობა ჯიმი ჭინჭარაული წარმატებულია. შეიძლება დღეს მხოლოდ იმიტომ, რომ იტალიაში ისე პოპულარული არ არის, განსაკუთრებით ამ რეგიონში, ასე ვთქვათ, ძიუდო არ არის გავრცელებული ფორმა. მაგრამ მისი მონაცემებიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რაც მას სურს, დიდი სპორტსმენი მინდა, რა თქმა უნდა, გავხდეო, ვინც ის რა იქნება ხვალ. გიამბობთ ახლა ჯიმი ჭინჭარაულზე, როგორ ვარჯიშობს, რა სურვილები აქვს და რას ფიქრობს. ჯიმი ჭინჭარაული 20 წლის ძიუდოისტია, იტალიის ჩემპიონი, თასის მფლობელი, ბარიში, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე ვართ. ჯიმი ჭინჭარაულს უფრო ფრანკო კვარტოს ძიუდოს კლუბში შეხვდებით ხოლმე. ჭინჭარაულივით გორიდან იყო შოთა ჩოჩიშვილი. როცა ის ჭიდაობდა და იაპონელს ქართული ილეთით ამარცხებდა, ქართველი სპორტსმენები უცხოეთში არ რჩებოდნენ. გაგიგეთ თუ არა ესეთი ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ჩოჩიშვილი? კი, თქონდა ყველამაც. მაგას ესეთი მომენტი ქონდა ჭიდაობის დროს. მოწინააღმდეგე ესეყავდა და მწვრთნელმა დაუძახა, არ ვიცი ხა კისრული თუ მოგვერდი, რომელიღაცა ქართულად დაუძახა. ეგ არის მოგვერდი. ეგ არის წელსი შევარდნა, ხო? ეს არის იმის დემონსტრირება, რასაც ქართულად ლამის როგორ ვთქვა, მათ იქცა, რა ქვია, ფრთოს ან გამოთქმად თუ რაღაცა იდიომატურ გამოთქმად იქცა, რომ საქმეს წელში უნდა შეუვარდეო.
ბარისთან ახლოს გრუმო აპულაში ჯიმი ჭინჭარაულის დედა მაია ხეთაგური, ბევრის მნახველი ქალი გავიცანით და ბაასი იქ გავაგრძელეთ. გინდა რომ აქ იყო ეს იყოს შენი სახლი? არა, რა თქმა უნდა, საქართველოს მირჩენია. რატო ხარ მაშინ აქ? პირობებმა ესე მოითხოვა, ჩემი ოჯახი აქ არის. და აქ მიწევს მეწყობლე. ფიქრობ, რომ რაც შენ შეგიძლია, რაც რაშიც მაგარი ხარ, რომ საქართველოში უფრო კარგად გამოგივიდოდა. კი, იქ უფრო კაცლიერი ვარჯიშებია და უფრო უკეთეს ვარჯიშობდი ვიდრე აქ. ეს რეგიონი არ არის სპორტის თვალსაზრისით ისე გამიწერებული. დაბალი დონის რეგიონია სპორტში. მაგრამ ეს ხო იმას ნიშნავს, რომ რეგიონს აინტერესებს ვინმე უცხოელი, რომელიც მაგარია სპორტში, რომ გამოიყენოს. კი, ახლა კი, ახმარება რეგიონი. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი ვინც არის რეგიონში. იტალიის თასის მფლობელი, როგორ გახდი თუ არ ახარ იტალიელი? შემიძლია ჩემს საბუთს პერმესად ისოჯორნით მონაწილეობა ყველა ტურნირზე მივიღო მონაწილეობა, მაგრამ საზღვრების გარეთ ვერ გავალ. მეხმარები არ მოქალაქეობის აღებაში და ან წლის ბოლოს ველოდები მოქალაქეობას. და შეგიძლია საქართველოს ნაკრებში წიჭიდაო და იტალიის ნაკრებში წესიო? არა, მეგა შეგიძლიათ იტალიის ნაკრებში რომ მიიღოთ იტალიის სახით რო გავხვალ სხვა ტურნირზე 4 წლიან თუ 5 წლიან დისკვალიფიკაციაზე გავთ საქართველოში და ვეღარ იჭიდავთ ერთსა ტურნირს. საქართველოს სახით. იტალია კრძალავს ესე სხვა ტურნირებში მონაწილეობა? იტალიაში ძიუდოს ფედერაცია კრძალავს. იტალიის ჩემპიონატში მონაწილეობა უფრო კომფორტულია, ხო თქვენთვის? იტალიის ჩემპიონატში მონაწილეობა უფრო მარტივია, უფრო ნაკლები დონის კონკურენტები არიან, ვიდრე საქართველოში. როჯერ მონდამებია საქართველოში ჭიდაობა, გამოგცელებინა საქართველოში, მაგრამ ვერ ხერხდება. არ გამოდის. იტალიაში რო ჩამოხვედით, აქაური რაღაც რა ქვია, ძიუდოს სკოლა, სხვანაირი იყო, სხვა რამე დაგხვდათ თუ როგორ იყო? არა, თავიდან რო ჩამოვედი, აქ დამხვდა ქართველი მწვრთნელი გიორგი საბიაშვილი და მასთან გავაგრძელე მუშაობა. როგორ მწვრთნელი მუშაობდა? კი, იტალიური დარბაზში. ეხლაც მასთან ვარჯიშობ? ეხლა აღარ ვარჯიშობ მასთან. რატო? იტალიან მასწავლებელთან კომპლექტი მოვიდა და წავიდა დარბაზიდან. და რა გეშველებოთ თქვენ ახლა? ახლა რა ჩემით ვარჯიშობ? და საქართველოში ვაპირებ თვის ბოლოს დასვლას. და იტალიის მოქალაქე საქართველოს დაბრუნებული რას აპირებს, რას იზამს? რამე შეიცვლება? არა, გავაგრძელებ ისე ვარჯიშს, მივიღებ შეჯიბრებაში მონაწილეობას. არის სამთავრობო კლუბები, რომელსაც დიდი დაფინანსება აქვს და თავაზობს სპორტსმენებს, რომ შევიდნენ იმ კლუბში და გააგრძელონ იმათ სახელით ჭიდაობა, არის ყოველთვიური დაფინანსება ხელფასი და ყველა პირებას გიქონია. მობრძანდით თუ შეიძლება ქალბატონო მაია ერთი წამით აქა. აი დედა, რომელსაც ახლა იგივე შეკითხვას უსვამ მე. ფიქრობთ რომ თქვენი ვაჟის კარიერისთვის ეს რო წავიდეს და თქვა სხვაგან იცხოვროს, გაგახარებთ ეგ ამბავი? არა, მძიმე იქნება, მაგრამ თან როგორც უფრო ჯობია, მიც დაუდგები გვერდში, რომ წავიდეს და შეუწყო ხელი ჩემ შვილს. განათლებაზე როგორი აზრი გაქვს? უფრო სპორტს ვაყენებ და კარიერას წინ განათლებაზე, მაგრამ განათლებაც აუცილებელია რა თქმა უნდა. სხვეთში როა ახალგაზრდა ქართველი კაცი ურთიერთობს ადგილობრივ გოგოებთან, ქართველებთან თუ ქართველი შეყვარებული მყავს უკვე 2 წელი რაც ერთად ვართ. სკოლაში დადის თუ რა შვება? კი, სკოლაში დადის. პატარაა, ხო ესე იგი ჯერ კიდე. რა ქვია? მარიამი. მარიამი. უცნაურიც შეიძლება მოეჩვენოს იმას, რომ ამასაკში ასეთმა ახალგაზრდამ ჯიმი ჭინჭარაულმა როგორ მოახერხა ამდენი მედლის მოპოვება. ამ პროფესიის ადამიანს, ჯიმი, დიდი მოჭიდავე როდის ქვია? როცა რა მოიგო? როცა მოიგა ოლიმპიადას, ევროპის ჩემპიონატს, მსოფლიო ჩემპიონატს და გარკვეულ ტურნირებს კი. და ფიქრობ, რომ გინდა რომ დიდი მოჭიდავე გახდე? კი, რა თქმა უნდა. აბა არ გინდა ხო? ევროპის კავშირის კიდევ ერთ ქვეყანას გაუზარდა საქართველოს ჩემპიონი. მაყურებელმა ნახეთ, რომ ჩვენი ახალგაზრდა ძიუდოისტი ბარიში არ გამოირჩევა მჭერმეტყველებით, არ ლაპარაკობს კობა. ბევრს არც თავის თასზე უბრალოდ დგას და გიჩვენებს, რომ მე ვარ ძლიერი და შემიძლია დავამარცხო ნებისმიერი მოწინააღმდეგე.
ეხლა ძიუდოისტებისაგან ეს არ მიკვირს, იმიტომ რომ რამდენიმე შეჯიბს საერთაშორისო დავსწრები ვარ, ოქროპირ და უბრალოდ ერთი რამე მინდა ხაზგასმით თქვა, რომ აი შენ თქვი, რომ არ არის იტალიაში ძიუდო პოპულარული და სხვათა შორის ასე წერდნენ ესპანეთშიც, ვიდრე ჩვენმა ქართველმა ესე იგი შერაზადიშვილმა არ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი და როგორც ახლა ამბობენ ესპანეთში ძიუდოს სკოლებში რიგები დგას და ასე რომ უსრულებდი მაგალითად შენს ნირსაც რომ ასეთი წარმატებისთვის ერთ რამეს ვიტყვი ყოვა რომ ასე ვთქვათ მოგვიწია ყოფნა სხვა კლუბში სხვა სპორტის სხვა სახეობის კლუბში და მანაც მითხრა მე და დავინახე მე თვითონ რომ ყველა უნდა რომ ჩვენთან გადმოდი ჩვენთან იმიტომ რომ ეს ხა ძლიერია, სწრაფია, ну, შეიძლება ითქვას, გამოდგება სხვა სახეობებშიც. თავისუფალ ჭიდაობაშიც მონაწილეობს, თავისუფალ ჭიდაობაშიც აქვს აღებული, ასე ვთქვათ, პრიზები, გაუმარჯვია იტალიის ჩემპიონატზეც. უბრალოდ ჯერჯერობით ესე იგი და მე მას ვუსურვებ, რომ ასე დარჩეს, ძიუდოს ერთგულია. და ყველაფერს რომ თავი დაანებო, გორიდან არის და ასე ვთქვათ, გორელებს განსაკუთრებული პატრიოტიზმი აქვთ. სპორტის სამსახეობის მიმართ, რადგან როგორც ვიცით, ბევრი დიდი ფალავანი, ასე ვთქვათ, გამოუზრდია გორს. ამასობაში დადგა დრო დაგემშვიდობოთ. გადაცემას მე კობა ლიკლიკაძე უძღვებოდი. დიდი მადლობა რომ გვიყურებდით. მომავალ შეხვედრამდე.